თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წლის თავთან დაკავშირებით დღეს ახალციხეში ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ძლევამოსილი მეფის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი მათ ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც კონცერტი მოეწყო. ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ და გამგეობამ გაუწია. ეშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2000-მდე ლარი დაიხარჯა. ისტორიული კომპლექსის დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის თქმით, მსგავსი სახის კონცერტები მაისის თვეში კიდევ რამდენჯერმე მოეწყობა. ქართულმა სულმა გახსნა ფესტივალი და მიდის როგორც თქვენ სუკარგისკენ საქმე ამჩნევთ, ხო? ანუ დღეს ჩვენ გვაქვს აგერ ამჩნევთ თამარობის მიმართ ღონისძიება, რომელიც საკრებულოს მუნიციპალიტეტისა და ციხის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალებით მიმდინარეობს. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს როგორც მოგეხსენებათ არის თამარ მეფის 800 წლის თავისადმი მიძღვნილი დღესასწაული. აღნიშნული დღესასწაულს ჩვენ აღნიშნავთ ახალციხის მუნიციპალიტეტი. თამარობისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ადიგენისა და ახალციხის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს. ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟებულ სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ადგილობრივი სოლოს შემსრულებლები შეენაცვლნენ. ახალციხელი მაყურებლისთვის იმღერა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა ვაჟა ნიკოლაშვილმა. თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წლის თავთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში მონაწილეობა ახალციხის სომხურ ახალგაზრდულ ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმაც მიიღო. ჩვენ ტრადიციულად აღნიშნავთ ამ ღონისძიებას, დღესაც აღნიშნავთ. დღეს მონაწილეობას ღებულობს ახალციხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ფოლკლორული ანსამბლები, როგორც სიმღერის, ისე ქორეოგრაფიის და ყავს სტუმრები ადიგენიდან. ქორეოგრაფიული ანსამბლი ჭულე. ეს არის თამარობა, ჩვენ ვართ სომხური ახალგაზრდული ცენტრიდან და უნდა ვიცეკვოთ ორი ცეკვა. ძალიან მოგწონს ეს ღონისძიება და გვინდათ რომ კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებზე. დღეს ვერაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ქრისტიანულ სამყაროში წმინდანად შერაცხული თამარ მეფისათვის წირვა ლოცვა ამავე ეკლესიის უღელმსახურმა აღავლინა. მან მრევლს თამარობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ძლევამოსილი მეფის ცხოვრებაზე იქადაგა. ის იყო უდიდესი მეფე, კეთილმსახური, რომელმაც თავისი უზომო სიყვარულით შექმნა ყოველგვარი კეთილი ჩვენს სამშობლოში, აღნიშნა მამა ნიკოლოზმა. თამარ მეფემ დაწყვილებულ საქართველოს დასაცხებელით განუწმინდა თავისი ჭრილობები და ლოცვითა და მარხვით ერთგულებით აღავსო და განკურნა ჩვენი სამშობლოს ტკივილებით. მინდა აღვნიშნო, რომ იგი იყო, რომელიც შესამოსელს უკერავდა ხუცესებს, მოძღვრებს. იგი იყო, რომელიც განსაკუთრებულად იყო მლოცველი და მარხველი ჩვენი სამშობლოს გულისათვის. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2013 წელი თამარ მეფის წლად გამოაცხადა. ძლევამოსილი მეფის გარდაცვალებიდან 800 წლის თავთან დაკავშირებით ახალციხეში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 11 მაისს მესხეთის ფესტივალი ქართული სულია სტუმრა, რომლის ინიციატივითაც მეცნიერული და კულტურული ღონისძიებები მოეწყო.